ძველი შენობის მიტოვებული ოთახი რამოუსადარარი და არასასურველი ნივთები ამ ფონზე თვითნასწავლი ქუთაისელი მხატვარი ლია უკლება შეეცადა საზრდოობისთვის ყოველდღიურობა დაენახებინა. არსებულ გარემოს მხატვარმა საკუთარი თვალით დანახული სამყარო დაუპირისპირა და რამოფენა მოაწყო სახელწოდებით ხელი შენს თვალწინ. უჩვეულო საგამოფენო დარბაზი, არაორდინალური გარემო და ორი პარალელური სამყარო ერთ სივრცეში. სწორედ ასეთ ვითარებაში გაიმართა ქუთაისელი მხატვრის გამოფენა. მხატვარმა არსებული რეალობა ძველი ნივთებით გამოსახა და საკუთარი შემოქმედება დაუპირისპირა. არსებობს კიდე სხვა რეალობა, რომელსაც ჩვენ ასე თუ ისე თვალს ვარიდებთ. ჩემი მიზანი დღეს იყო, რომ ეს რეალობა მეჩვენებია ხალხისთვის. ზემოთ ყველაფერი კარგადაა და სულ ცოტათი თუ ჩავიხედავთ ქვემოთ, სინამდვილეში არც არაფერი არ არის კარგად. ეს არის ის რეალობა, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, როგორც ვცხოვრობთ, რა გაგებითაც ვცხოვრობთ თითოეული ჩვენთაგანი და ზოგადად საზოგადოება. მხატვარი ლია უკლება გამოფენის სახელწოდებაზეც საუბრობს. მე მაქვს სერია ხელი ზოგადად, სერიას ქვია ხელი. ხელთან ასოცირდება ძალიან ბევრი რამე, ხელოვნებიდან დაწყებული, ხელი შენს თვალწინ. ეს აქ უკვე როგორ აგიხსნათ, ბევრი ინტერპრეტირებით შეიძლება ამის გაგება. დამთვალიერებლები მხატვრის შემოქმედებაში გამოკვეთილ უბრალოებაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ტილოზე ასახული რეალობა ბევრში განსაკუთრებულ გრძნობებს იწვევს. Რაღაცას რაც ყველაზე მეტად ხას უსვებ, მას ვამბობ, მხატვრის სულიერი უბრალოების გადმოტანა ტილოზე, რომელიც გამოისახება თავისი სისადავით, მაგრამ ამ სისადავის უკან მრავლის თქმელი საცეცებით ძალიან ბევრ გრძნობებზე და ემოციებზე შეიძლება საუბარი. ქუთაისელი მხატვარი ლია უკლება გამოფენის გამართვას მომავალშიც გეგმავს.